კვირის პალიტრა 18 წლისაა. მედია პალიტრის ისტორიაც სწორედ გაზეთ კვირის პალიტრიდან იწყება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მედია სახლის წარმომადგენლებმა დიღმის ტყეპარკში ხეები დარგეს. მედია პალიტრა დღეს რამდენიმე ღონისძიებასაც გეგმავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამომცემლობა პალიტრა ელი საპატრიარქოს თხოვნასაც შეასრულებს და საჯელახსრულების დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს საჩუქრად 500 ცალ ბიბლიას და მხატვრული ლიტერატურის კრებულიდან 1000 წიგნს გადასცემს. დღესვე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გაზეთ კვირის პალიტრის არქივის ელექტრონულ ვერსიას წარადგენს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და არა მარტო ჩვენთვის მე ვთვლი, იმიტომ რომ მე მგონია საერთოდ უკვე უნდა გადავდოთ ეს ამბიციები და უნდა დავინახოთ ერთმანეთი და მით უმეტეს ამხელა მედია სახლი, რომელმაც შეძლო 1995 წლიდან ერთი გაზეთის დაარსებით და ერთი ქალბატონის აი მართლაც ასეთი შრომით შექმნილიყო და დღეს უკვე ქონოდა ამხელა მედია ჰოლდინგი. 18 აპრილს 18 წლის ხდება მედია პალიტრა. 18 წლის გავხდით კვირის პალიტრას უყოლას ულოცავ. შემქმნელებსაც, მკითხველებსაც, მთლიანად საზოგადოებას გადავწყვიტეთ, რომ პატარა წვლილი შევიტანოთ და 300 წელი ენერგიით დავუდგოთ ჩვენ საყვარელ ქალაქში, რომ მომავალმა თაობებმა გაისეირნონ მერიამ ხეივანში და გაახსენეთ, რომ ეს ოდესღაც 18 წლის კვირის პალიტრა მაჩუქა ქალაქ თბილისს. დღევანდელ დღეს კიდევ ერთ კარგ საქმეს ვაკეთებთ, ხეებს ვრგავთ. მე ვულოცავ ყველას დღევანდელ დღეს და ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება.